საქართველოს 9 მოქალაქე საბერძნეთის ქალაქ ატიკის წინასწარი დაკავების იზოლატორშია მოთავსებული. ერთი ქალი და 8 მამაკაცი 31 ბინის ძარცვაშია ბრალდებული. თუმცა ატიკის პროკურორი ვარაუდობს, რომ ეს სია კიდევ უფრო გაიზრდება. დაკავებული ქართველების ფოტოები და პირადი მონაცემები საბერძნეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაასაჯაროვა. ბერძნული მედია კი წერს, რომ ქართული მაფიის წევრები საბერძნეთის ქალაქ ატიკში ადგილობრივების საცხოვრებელ სახლებს პანდემიის დროს ძარცვავდნენ. ალფა ფრი პრესის ინფორმაციით დაჯგუფების მეთაური 51 წლის ქართველი ქალია, რომელიც სახლებს ალაგებდა. წინასწარ არ ყვევდა, სად ინახავდნენ ოქროს და ფულს საბერძნეთის მოქალაქეები და როდის არ უნდა ყოფილიყვნენ სახლში. შემდეგ მძარცველების 8 კაციანი ჯგუფი ბინაში შედიოდა და მიჰქონდა ყველაფერი. ქართული მაფიის წევრების დაკავების პირველი კადრები ბერძნულმა მედიამ გაავრცელა. ჟურნალისტებმა დაადგინეს, რომ დაკავებულების სახლში ჭხრეკისას ამოღებულია დიდი ოდენობით ოქრო, ნაღდი ფული, მოპარული ტანსაცმელი ტექნიკა და ქვითრები. ამოღებული ფულადი გადარიცხვების დოკუმენტებით დგინდება, რომ მოპარულ ფულს ისინი საქართველოში რიცხავდნენ, ოქროს კი ალომბარდებდნენ. საბერძნეთის ძალოვანი უწყება ვარაუდობს, რომ ქართული მაფიის სახელით ცნობილი ბანდა ბერძნულ ოჯახებს თითქმის 3 წლის განმავლობაში ძარცვავდა. ეს იმას ნიშნავს, რომ დაკავებული ქართველები უკვე წლებია ემიგრანტად ცხოვრობენ. საბერძნეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სახლების ძარცვის დროს საქართველოს მოქალაქეები თანამედროვე ეგრეთ წოდებულ ატმეჩკებს იყენებდნენ, რომელიც საკეთს არ აზიანებს და სახლში დაბრუნებული მეპატრონეს შესაძლოა რამდენიმე დღის განმავლობაში ვერც კი მიხვდეს, რომ მის ბინაში მძარცველებმა შეაღწიეს. 8 კაციანი დაჯგუფებიდან ერთ-ერთი კორპუსის შესასვლელთან მორიგეობდა და თუ შეამჩნევდა, რომ მეპატრონე დაუგეგმავა დაბრუნდა, ტელეფონით ბინაში მყოფ თანამზრახველებს აცნობებდა. თქვენი დედის პროჯექტი მოვტყას უყალასია, თქვენი დედის პროჯექტი